ეს ნამდვილად ძალიან დატვირთული დღე გამოვიდა, იმიტომ რომ აი სამთავრობო გადაადგილებების პარალელურად ასევე ჩვენ ვიხილეთ ძალიან კონკრეტული წერილი ამერიკის საელჩოსი, საიდან შევიტყოთ, რომ თურმე იყო შეთავაზება ამერიკის საელჩოსთან, რომ შეხვედროდნენ დე-ფაქტო რეჟიმის, დე-ფაქტო ხელისუფლების ფაქტობრივ მმართველს იბიძინა ივანიშვილს, სადაც მათ მიიღეს ვარი და მის შეთავაზებაზე რომ შეხვედრა გამართულიყო კობახიძესთან ან რომელიმე სხვა ეგრეთ წოდებულ მაღალჩინოსანთან ვარით იქნა, ასე ვთქვათ, ვარი გაეცა ყველას. შესაბამისად, ჩვენ ერთის ხედავთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად არსებული კრიზისისა საქართველოში, არსებული უდიდესი პოლიტიკური კრიზისისა, მაინც ცდილობს რომ რაღაცა ფორმით გამონახოს კონტაქტი ამ დე-ფაქტო რეჟიმის ფაქტობრივ მმართველთან, იბიძინა ივანიშვილთან და აღმოჩნდა, რომ თურმე მათ სურთ გადასცენ კონკრეტული გზავნილები ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა, თუ რას ელოდებიან, რა ნაბიჯებს გადაწყვეტილებიან, რადგან ის პასუხობს ვარით. მეორედ რა პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო 4 ნახევარზე მეტია, ხო, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში ამერიკაში, ვერანაირი კონტაქტი, კავშირი თავად დე-ფაქტო ხელისუფლებამ მასთან ვერ დაამყარა, მის ადმინისტრაციასთან ვერ დაამყარა, პირიქით სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება, ჩვენ გვაქვს მეგობარი აქტი, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული, ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა მარკ რუბიომ და ის ამბობს, რომ რეჟიმი, რომელიც არის ანტიამერიკული, ვერ იქნება მხარდაჭერილი, ანუ კონკრეტული განცხადება, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ეს მდგომარეობა ვერ შეიცვლება თავისთავად, ან ქართული ოცნება, დე-ფაქტო ხელისუფლება ვერანაირად ვერ მოახერხებს ამ მდგომარეობას რაღაცად სათავისოდ შემოტრიალებს. მე მინდა ორიოდე სიტყვით დაუბრუნდე იმ წერილს, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ ბოლო ორი დღე, სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ ამ წერილის დედანი, ვერ ვიხილეთ ვერს ორიგინალი. ტრამპის კიმბერლი ლოუმაც იმედის თუ რუსთავიორის წყარო მოიშველია სხვათა შორის. დიახ, ძალიან საინტერესო, ანუ არ ვიცი ეხლა ახლა მე არ ბოლომდე იმეც ვიტყობ, რომ ამხელა ტყუილის გავრცელებას ნამდვილად არ ქონია ადგილი და რეალურად მოხდა რაღაცა კომუნიკაცია, მაგრამ ფაქტურად ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს წერილი ფიზიკურად არსებობს, ხო? ანუ როგორც წესი, მსგავსი სახის კომუნიკაცია ხდება ხოლმე ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ან რომელიმე საელჩოს ვებგვერდზე, ან ოფიციალურ ვებგვერდზე, ან თავად პრეზიდენტის ვებგვერდზე, ან რაღაცა ფორმით სადმე უნდა ყოფილიყო ეს ამ წერილის დედანი, ან ბოლო-ბოლო თუ მათის გააჩნიათ ნამდვილად დანახებთ, თვითონ ყოველაშვილს უნდა დაედო, სად გამოიქვეყნებიან რომელიმე პლატფორმაზე უნდა დაედო. აქვე ვუთხართ მაყურებელს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დადო რუბიოს მილოცვა 26 მაისის, მაგრამ არ დადო ტრამპის მილოცვა. დიახ, რაც სრულიად არაბუნებრივია, თავისთავად არაბუნებრივია, ეს წერილი ფიზიკურად რო არსებობდეს და ჩვენ ნამდვილად გქონდეს სახეზე, ეს წერილი ნამდვილად იქნებოდა გამჟღავნებული ან ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ან ჩვენი საელჩოს მიერ ამერიკაში, რაც იქნებოდა ძალიან სწორი. მე მაინტერესებს, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ დაალაგდა, მაგრამ ამის მცდელობა იყო, იმიტომ გეკითხებით, რომ პრინციპში ივანიშვილმა უარი უთხრა დანიგანს შეხვედრაზე, რატომ შეიძლებოდა უარი ეთქვა, რატომ არ შეიძლებოდა, რომ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა პროპაგანდას, რომ აი ახალი ურთიერთობები იწყება, იმიტომ რომ ერთი ხელის მოთათუნებაც კი მაკრონისა თუ კობახიძის, ერთი პატარა მისალმებაც კი არის დიდი აჟიოტაჟის საფუძველი პროპაგანდას გულისხმობ, ასე მუშაობს. აი რატომ შეიძლებოდა რომ უარი ეთქვა ამ შეხვედრაზე? ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით მცდელობები იყო ნამდვილად ჩვენ გვახსოვს დავითაშვილის ვიზიტი ამერიკაში, რომელიც ასე სრულიად უშედეგო დამთავრდა. ვფიქრობ, რომ მას ძალიან კარგად ისმის თუ რა სახის გზავნილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რას თხოვს ამერიკა. საბოლოოდ არ უნდა ამის მოსმენა, ან ამაზე რაღაც სახის რეფლექსია, ამაზე რაღაც სახის პასუხის გაცემა ნიშნავს იმას, რომ მათ მოუწევთ ამ პირობების აღიარება და ყველამ კარგად ვიცით, რომ რა პირობები იქნება, ხო, ამ შემთხვევაში. პრინციპში ეს რუბიომაც თქვა, ალბათ ეს იმ კომუნიკაციის გაგრძელება, რუბიომ თქვა, რომ ჩვენ ეს არის შესანიშნავი შანსი ჯო ვილსონის კითხვაზე, შესანიშნავი შანსი, რომ დავუკავშირდეთ ადგილობრივ საელჩოს და ვკითხოთ რა ვითარებაა საქართველოში. რასაკვირველია, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იღებს ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას საქართველოში მინდორნი პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ძალიან ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკას უკმაყოფილო საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, თავად ის ფაქტიც, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მოწყობილ 26 მაისის აღლუმს არ დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და მას მოყვა კრიტიკული შენიშვნები კობახიძის მხრიდან, ძალიან მრავლის მთქმელია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ ამ რეჟიმს როგორც კანონიერ, ასე ვთქვათ, ძალას ხელისუფლებას საქართველოში და მათ უნდათ მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნებოდა ყველანაირი დიპლომატიური არხების ჩაჭრა, ყველანაირი საუბრის შეწყვეტა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა მაინც ცდილობს, რომ მონახოს რაღაცა ხელშესაჭირი და სთავაზობს შეხვედრას
ფაქტობრივ მართლს ამ ქვეყანაში ადამიანს, რომელიც რეალურად განკარგავს და რომელსაც გააჩნია რეალური ხელისუფლება, ძალაუფლება ამ ქვეყანაში და ცდილობს მასთან დალაპარაკებს, სადაც იღებს ვარს. მე ვფიქრობ, რომ ამას ვერანაირად ვერ მოყვება რაღაცა პოზიტიური განვითარება, ამას ასაკული მოყვება მხოლოდ ვარესი ამ რეჟიმისთვის, ანუ ის მეგობარ აქტი იქნება მიღებული ბოლომდე, სანქციების რეჟიმი რასაკვირველია ჩაირთვება და მოყვება შესაბამისი პროცედურების მერე იმ ადამიანების დასანქცირება, ვინც ეხლა არიან რეჟიმის მხარდამჭერები, გამაძლიერებელნი, ან ვინც უშუალოდ მონაწილეობს აი ამ პროცესებში და ამ ვარისკმა შეხვედრაზე ჩემი აზრით მეტყველებს იმაზე, რომ ეს იზოლაცია, საქართველოს იზოლაცია ცივილიზებული სამყაროდან გრძელდება ძალიან სწრაფად და ძალიან დიდი ნაბიჯით. გამიზნული არის თუ არა ეს იზოლაცია და მე ხშირად მსმენია, რომ ქართული ოცნება ხარჯავს ძალიან დიდ ფულს ლობისტებში, უშედეგოდ, ერთად რაღაც კიმბერლი ლოვს იმედად არიან ჩამოკიდებულები და მათ აქვს სურვილი რაღაცა დავითაშვილის ვიზიტი გავიხსენოთ და ასე. ყოველ შემთხვევაში აი ასე ჩანს, რომ თითქოს მათ სურვილი აქვს რაღაცა ურთიერთობა დალაგების, მაგრამ პარალელურად მაინც ხედავთ ჩვენ მწვავე განცხადებებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სურვილიც არის იმიტაცია, შიდა აუდიტორიას უთხრა, რომ ჩვენ ვცდილობთ დალაგებას, მაგრამ სინამდვილეში ამის არანაირი სურვილი არ აქვთ, იმიტომ რომ ამის არანაირი უფლებაც არ აქვთ რუსეთს. ისე შეიძლება მათ ამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ რეალურად ამის შესაძლებლობა არის მინიმალური, ვინაიდან ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა. დიახ, იმიტომ რომ ამ ეს პოლიტიკური გუნდი, დე-ფაქტო ხელისუფლება რეალურად აღარ წარმოადგენს ქართული ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობის ნებას. ანუ ეს მათ ძალიან კარგად ესმით, რომ რეალობაში არის ძალიან დიდი უსკრული ქართულ ოცნებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის. ის მილოცვა, რომელიც რუბიოსგან მივიღეთ, იყო ქართული ხალხისადმი განკუთვნილი, ასევე ისე როგორც დანარჩენი მილოცვები ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან ეზღუდნა ქართულ ხალხს და იქ ერთის წუთით ნახსენებიც არ არის ამ ხელისუფლების არსადი წარმომადგენელი, ხელისუფლებას ეს არც ეხება. ანუ ამ მდგომარეობის, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა ახლა რაღაც კარდინალურად ახალი გარემოების შექმნა, ეს არის რასაკვირველია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, ამ მდგომარეობის რაღაცა ფორმით დარეგულირება, რასაც ეს პოლიტიკური გუნდი არ სადათახდება. ჩვენ ახლა ვისმენთ ყოველდღიურად, რომ ისინი აპირებენ რეალურად ოპოზიციური პარტიების გაუქმებას, ხო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებენ, ისევ გეგმავენ, რომ მაქსიმალურად გააყალბონ ადგილობრივი არჩევნები, ისევ საუბარი იმაზე, რომ უნდა დაიწყოს დაჭერები, რამდენიმე დღე რჩება, სანამ ეგ წოდებული ვითომ ფარა ეს კანონი ეგ წოდებული აგენტების შესახებ შევა ძალაში და ალბათ უამრავ ადამიანს შეეხება უშუალოდ. ანუ რეალურად ქართული ოცნება თავად იჭრის ყველა გზას ამერიკასთან ასევე ცივილიზებულ სამყაროსთან სასაუბროთ და შესაბამისად არ ვიცი რისი იმედი უნდა გქონდეთ, რომ აი ამ პირობებში რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეთ მათ, რომ რაღაცა კონტაქტი დამყარდეს, ამ რეალობის გათვალისწინებთ, რატომ წამოვა ამერიკა, რატომ წამოვა დასავლეთი რაღაცა სახის დათმობაზე ამ რეჟიმთან. ხო, ჩემთვის სულად წარმოუდგენელი. მეგობარ აქტზე მინდა გკითხოთ, პრინციპში თუ კი მეგობარ აქტს მიიღებენ და როგორც ჩანს ასე იქნება, მეგობარი აქტი პლუს აი ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მეგობარი აქტი იქნება პირველი, რომელიც დახვდება ალბათ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, როცა შემოტრიალდება და უკვე უფრო მკაფიოდ მიაქცევს ყურადღებას საქართველოს. აი რა საფუძველს ქმნის ეს აქტი, რომელიც დახვდება, არ ვიცი, ახალ განცხადებებს სარჩულად. ეს დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ არის ძალიან მკაფიოდ გამიჯნული საქართველოს მოსახლეობა და დე-ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლება. აქ არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებულად გამოხატული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მოსახლეობისადმი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და მეორე მხრივ ის მძიმე შედეგი, რომელიც დადგება იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ ხალხის გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგებიან სრული მასშტაბით, რომლებიც ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ჩამოშორონ საქართველოს ევროკავშირს, მაქსიმალურად შეგვიზღუდონ ჩვენ დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ამიტომ ამისთვის მათ მოუწევთ ძალიან ძვირი ფასის გადახდა. ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება, ანუ ძალიან კონკრეტული უწყებები იქნებიან ამ ვალდებულნი, რომ მოიკვლიონ ეს ინფორმაცია და შესაბამისად ანგარიშის წარმოქმნის შემდეგ მოხდება თითოეული ადამიანის სანქცირება, რომელიც ამ რეჟიმს ეხმარება, რომელიც აძლევს ამ რეჟიმს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს მოსახლეობის ნების მაქსიმალურად შეზღუდვაში, უგულებელყოფაში და ჩახშობაში.
და სანქცირებულ ადამიანები კარგავენ თანამდებობას პრინციპში. აქ შეიძლება რამე კავშირი დავინახოთ, რომ არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩვენება იმისა, რომ სანქცირებულ ადამიანებს იშორებს ივანიშვილი. ვფიქრობ, ამაზე გამიჭირდება ახლა პასუხის გაცემა, თუ რას უნდა უკავშირდება დღევანდელი გადაადგილებები, თუმცა კიდევ ხო მამრალთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნამდვილად ისეთი ახალი კადრი შემოვიდა, ნამდვილად არ იცვლება. დიახ, ანუ აქ ახალი ჩვენ არაფერი არ აქვს, აქ ისევე იგივე გუნდის, იგივე რეჟიმის, იგივე ასე ვთქვათ, პოლიტიკური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები ინიშნებიან თანამდებობაზე, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ ახალს არ შემოთავაზებენ საზოგადოებას, მე გააგრძელებენ იგივე რეჟიმის დავალების შესრულებას და ფაქტობრივად იგივე კურსს გააგრძელებენ. და ბოლოს მინდა გკითხოთ, ეს ყველაფერი ხდება უწყვეტი აქციების ფონზე, მინდა რომ ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ აქციების უწყვეტობა, რამდენად მნიშვნელოვანი ლოგიკური შედეგი იყო ზუსტად ამ აქციებისა, ის რაც მოვისმინეთ, ის რაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ განცხადებას გულისხმობ, რუბიოს მილოცვას გულისხმობ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც ხდება დღევანდელ დღეს, ანუ 180 დღეზე მეტია უკვე გრძელდება საქართველოში უწყვეტი აქციები რუსთაველზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ანუ ჩვენთან თუ არ იქნება გაცხადებული ნება, გაცხადებული კონკრეტული სურვილი საზოგადოებაში, რომ მოხდეს ცვლილება, ამას რასაკვირველი არანაირი გაზიარება არ იქნება დასავლეთ. საერთაშორისო ურთიერთობებსაც ახლა აგვარებენ მხარდაჭერას ის მოპოვებაში ჩართულები არიან რუსთაველის გამზირზე მდგარი ადამიანები. რასაკვირველია, ჩვენ ორი დღის წინ ვიხილეთ ევროპარლამენტარი ქალბატონი რასა იუნკევიჩენი ჩამოსული, რომელიც მივიდა მიტინგზე. დიახ, მიმართა ადამიანებს ძალიან ემოციური სიტყვა წარმოთქვა და რომელიც ძალიან მკაფიოდ ხედავს, რომ რეალურად კიდევ ერთხელ გამომიმარებ, არის ძალიან დიდი უბსკული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასა და აი ამ დე ფაქტო ხელისუფლებას რეჟიმ შორის და ეს უბსკული უფრო მღრმავდება. ამიტომ ევროპისთვის დასავლეთის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ხალხს გააზრებულად კონდეს საკუთარი პოზიცია წარმოდგენილი დღევანდელ დღეს და ჩვენ ყველა კარგად ხედავდეთ, რომ საქართველოს მომავალი არის დასავლეთ, საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამას არანაირი ამას ვერაფერმა საფრთხე უნდა შექმნას. ამიტომ რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია დღეს რუსთაველზე ყოფნა, უმნიშვნელოვანესია დღეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და არ შეგუება იმასთან, რასაც გვთავაზობს ივანიშვილის რეჟიმი.